არაოფიციალური მონაცემებით საქართველოში 9 მილიონი ადამიანი აზარტულ თამაშებს თამაშობს. Ამ ბიზნესის წლიური ბრუნვა კი გაცილებით მეტია ვიდრე რესტორნების, მაღაზიების და საწვავის ბიზნესის. Ამ ციფრებზე უფრო შემაშფოთებელი ის ისტორიებია, რომლებსაც ლუდომანების, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ოჯახის წევრები ყვებიან. თამარ ბუბაშვილი შეხვდა მათ და ამ ისტორიებს ახლა მოვისმენთ მის სიუჟეტში. მას ორჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. და სუიციდის მცდელობები ჰქონდა იმიტომ, რომ ვერ იხდიდა ვალებს. ამას მოყვა შემდეგ ციხე, ის დღესაც პატიმარია. ჩვენ დავკარგეთ ყველაფერი. ეს ისტორია 11 წლის წინ დაიწყო. მაშინ ჩვენი რესპონდენტი შვილი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა. დედამ მეზობლებისგან გაიგო, რომ არასრულწლოვანი აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული. გვიან შეამჩნია სახლიდან გამქრალი ნივთებიც. მე ყოველ დღე არ შემეძლო იქ თქვათ სახში ჭურჭელი გადამეთვალა, ნივთები გადამეთვალა, რაც ეს მოფარებულში რომ გავიგერო ეს ვალები. ვუთხარი რომ აი ამ ერთხელ დაგეხმარები და ეს იყოს პირველი და უკანასკნელი და მორჩენ რა თქმა უნდა მივიღე პირობა, რა თქმა უნდა ფიცი. დედამ ვალები გადაიხადა, შვილმა კი აზარტულ თამაშებს თავი დაანება, მაგრამ მხოლოდ 2 თვით. ამის შემდეგ ყველაფერი თავიდან დაიწყო. საბოლოოდ დაკარგეს საცხოვრებელი სახლი, მეგობრებისა და ახლობლების უმრავლესობა. ამის გამო ჩვენი რესპონდენტი თავშესაფარში, ხოლო მისი შვილი ქუჩაში აღმოჩნდა. მე რა შემეძლო? მე შემეძლო ის, რომ თავშესაფრიდან კონტეინერებით გამომეპარებინა საჭმელი და შეხოდროდი ჩემს შვილს ქუჩაში, ხან რომელ ბაღში, სკვერში დამესვა და მიმეწოდებინა მისთვის რაღაცა. ის ღამეს ათევდა სკვერებში. კიდე კარგი იმ პერიოდში არ წვიმდა. დროის გასვლასთან ერთად ვალების რაოდენობა გაიზარდა. საბოლოოდ ჩვენი რესპონდენტის შვილი სხვისი ნივთის მითვისების ბრალდებით დააკავეს. დღეს ის პატიმარია. ქალკი, რომელიც საკუთარ ისტორიას გვიყვება, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ჩემი შვილი მტკიოდა ყველაზე მეტად ვიდრე ჩემი უსახლკარო. დღესაც ჩემი შვილი მტკივა ყველაზე მეტად და იქნებოდეს რაღაც გამოჩნდეს საშუალება, რაღაცა ჯადოსნური წამალი და ეშველოს მის ამ დაავადებას. მომავალი რა თქმა უნდა ყოველას დაგეგმილი ჰქონდა და ძალიან კარგად მიდიოდა ცხოვრება, მაგრამ გეგმები მოულოდნელად 7 წლის წინ შეიცვალა. მაშინ, როდესაც ჩვენი რესპონდენტის მეუღლემ გადაწყვიტა ბიზნესი გაეყიდა. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი ოჯახისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. სასწაულად ჰქონდა ეს გასაიდუმლოებული, რაც ხდებოდა მის გარშემო. და შემდგომ უკვე აღიარა, რომ ეს იყო ზუსტად იმით გამოწვეული ამ აზარტული ბიზნესით, რომ თამაშობდა ტოტალიზატორში, თამაშობდა პოკერ კლუბებში. $100-დან ფსონები დროის გასვლასთან ერთად იზრდებოდა. საბოლოოდ დაგროვილმა ვალმა $25,000 მიაღწია. გაყიდული ბიზნესით ვალი გაისტუმრა და თამაში გააგრძელა. ქონდა მართლა იდეალური ოჯახი, რასაც ქვია. თვითონ პიროვნებაც იყო ძალიან კარგი, ძალიან მოსიყვარულე მამა და მოსიყვარულე მეუღლე, მაგრამ შემდგომში უკვე იმდენად გამძაფრდა ეს ურთიერთობები ამის ფონზე, რომ დაიკარგა ეს პატივისცემა. მის მაგივრად რომ შეეწყვიტა მას ეს თამაში პირიქით, ეს იქცა ცხოვრების წესად ფაქტიურად. ბიზნესის შემდეგ აზარტულ თამაშებს ერთადერთი საცხოვრებელი სახლი შეეწირა. მოიგონა ასეთი რაღაც, რომ არაბინა უნდა გადმოვიკანონო ჩემზე, როდემდე უნდა იყოს ბებიის სახელზე, რა ვიცი რა ხდება. რა თქმა უნდა წავედი წინააღმდეგი, მაგრამ გადმოიფორმა დაიკანონა თავის სახელზე და სადღაცას 2 კვირაში უკვე იპოთეკაში ჩამიდობინა. სასამართლო რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. თუ ოჯახი კერძო იპოთეკარს რამდენიმე თვეში $33,000 არ გადაუხდის, სახლის გარეშე დარჩება. ვიბრძვი, რომ იქნებ რამენაირად კანონი გამოვიდეს ამ ლუდომანებთან დაკავშირებით, იქნებ რაიმე შეიცვალოს, რომ ჩემს სასარგებლოდ რაიმე გადაწყდეს. მაგრამ ჩათვალეთ, რომ თქვენ არავინ არ გისმენთ. აბსოლუტურად ყველა კანონი არის მორგებული აი ამ იპოთეკარებზე, ყველა კანონი არის მორგებული იმაზე, როგორ წაართვან სახლები და როგორ დატოვონ უსახლკაროდ აი ეს საცოდავი ადამიანები,
რომლებიც ამ ლუდომანების უკან დგანან. ხშირად ლუდომანები უარს ამბობენ სპეციალისტის დახმარებაზე, ისე როგორც ჩვენი რესპონდენტის შემთხვევაში მოხდა. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანები თვლიან, რომ მათ დახმარება არ ჭირდებათ. იცით რას იშველიებს არგუმენტად, რომ ეს მე 100 მარტო არ ვარ. 100 არის ნახევარი საქართველო. თუმცა ახლა შეგინდა რას განიცდის ფაქტია, რომ 120 კილო ადამიანი 42 კილო დარჩა. რა თქმა უნდა, განიცდის ურთიერთობის გაფუჭებას, რომელსაც ყოველდღიურად ცდილობს, რომ მაინც დაალაგოს, თუმცა რა თქმა უნდა ეს უკვე აღარ გამოვა. არაოფიციალური მონაცემებით საქართველოში აზარტულ თამაშებს 9 მილიონი ადამიანი თამაშობს. ამ ბიზნესის ბრუნვა კი 2018 წლის მხოლოდ პირველი კვარტლის მონაცემებით მილიარდ ლარზე მეტია. ის მკვეთრად აღემატება სუპერმარკეტებისა და მაღაზიების, საწვავის, ასევე რესტორნებისა და კაფეების ბაზრის ბრუნვას. მძიმე ისტორიები მოვისმენთ და ახლა ჩვენ დამით უფრო მძაფრდება ეს იმძიმე თუ აზარტული თამაშების მოყვარულ ადამიანთა რაოდენობას გავითვალისწინებთ.